წმინდა აბა დოროთე, სულის სასარგებლო სწავლანი. სწავლა მე-15. წმინდა მარხვების შესახებ. რჯულის მიხედვით ღმერთმა ისრაელის ძეებს უბრძანა, რომ წლის განმავლობაში, რასაც მოიწევდნენ, 10 ნაწილად გაეყოთ და 1 ნაწილი ღარიბებისთვის მიეცათ. ასე მოქცეულიყვნენ და ყოველი მათი საქმე ღვთისგან იქნებოდა ნაკურთხი. ეს იცოდნენ მოციქულებმა. ამიტომ ჩვენი სულების განსაწმენდად და ჩვენი ცხოვრების საფარველად დააწესეს და წელიწადის დღეები 10-ად გაყვეს. მოგცეს დღეების მე-10 ნაწილი, რათა ამრიგად ვიკურთხოთ და წელიწადის ცოდვები შეგვენდოს. დათვალეს და წელიწადის 365 დღიდან ეს 7 კვირა გამოყვეს. ხოლო წმინდა მამებმა მოიწადინეს და კიდევ 1 კვირა დაუმატეს. პირველი, რათა მარხვის 8 წლით გამოვიცადოთ. მეორე, წმინდა მარხვის პატივსაცემად იგი 40 დღიანად განაწესეს, რადგან ჩვენმა უფალმა 40 დღე იმარხულა. 8 კვირა შაბათ-კვირის გარეშე 40 დღეს მოიცავს. მხოლოდ დიდი და წმინდა შაბათის მარხვას ვცემთ პატივს, რადგან წმინდაა იგი და ყველა შაბათიდან მხოლოდ ამ დროს არის მარხვა. 7 კვირა შაბათ-კვირის გარეშე 35 დღეს მოიცავს, ხოლო წმინდა შაბათისა და წმინდა ღამის ნახევრის ჩათვლით 36 და ნახევარი დღეა, რაც წელიწადის 365 დღის ზუსტად მე-10-ს შეადგენს. 300 დღის მე-10 არის 30, 60-ის მე-10 6-ია, ხოლო 5-ის მე-10 ნახევარია. აჰა 36 და ნახევარი დღე მთელი წელიწადის მე-10-ია, რომელიც მოციქულებმა ცოდვებისგან განსაწმენდად მოგცეს. ნეტარია, ვინც ამ დღეებში კეთილად დაიცავს თავს. თუნდაც იმ წელიწადს უძლურების ან დაუდევრობის მიზეზით რამე შესწოდოს, ღმერთმა ეს დღეები მისცა თავის განსაწმენდად, თუ ამისის სურვილი ექნა. ასე დამშვიდდება მისი სული, გახდება ახალი ადამიანი, ასე მიუახლოვდება აღდგომის წმინდა დღეს და დაუსჯელად მიიღებს ქრისტეს წმინდა საიდუმლოს. ასე სიხარულით იზეიმებს ზატიკის 50 დღეს. ეს დღეები არის სულის აღდგომა. ამიტომ ამ დღეებში მუხს არ იდრეკენ. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ამ დღეებში წელიწადის ცოდვებისგან განიწმინდოს, მაგრამ თავდაპირველად ბევრი საკვებისგან უნდა შეიკავოს თავი. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ბევრი ჭამა შობს ყველანაირ ბოროტებას. ასევე ყურადღებით იყოს, რამე გასაჭირის გარეშე არ დაარღვიოს მარხვა. არც გემრიელი საკვები ეძიოს, არც სანოვაგის სიმრავლე. ნაყროვანება ორგვარია, ზოგიერთს დიდად არ უნდა ჭამა, მაგრამ სურს საჭმელი იყოს გემრიელი. თუ მისთვის სასურველ საჭმელს მიირთმევს, პირში აჩერებს და გემოს გამო არ ყლაპავს, ეს გემოთ მოყარეობაა. ზოგიერთს არ ადარდებს რა არის და მხოლოდ მუცლის ამოვსება სწადია, ეს ნაყროვანებაა. ვისაც ბევრი ჭამა უყვარს, იგი ნაყროვანია, ხოლო ვისაც გემრიელი უყვარს, გემოთ მოყარეა. ყოველივე ამისგან თავის დაცვა გვმართებს, რადგან ხორციელი საჭიროებისთვის კი არ არის იგი, არამედ ცოდვაა. როგორც საკუთარი ცოლის შეხება და სიძვა საქმით ერთი და იგივეა და მხოლოდ ბოროტი გულის თქმაა ცოდვა, ისე ერთი და იგივეა ყველანაირი ჭამა, მაგრამ სხვაა საჭიროებისთვის ჭამა და სხვაა ნაყროვანება. საჭიროებისთვის ჭამა ამგვარად მართებთ.
თუ ცოტა შეჭამენ და ვერ დაკმაყოფილდებიან, კიდევ შეჭამონ, ვიდრე დანაყრდებიან. დაიმახსოვრონ და ამ რაოდენობით ჭამონ ისიც ლოცვით და თქვან, ამ ჭამის ღირსიც არ ვარ. არ მიაქციო ყურადღება, თუ ვინმე რამე გასაჭირის გამო თავს ნუგეშს სცემს და შენც არ სცე თავს ნუგეში. ერთხელ, როცა მამა სერიდოს მონასტერში ვიყავი, ერთ ბერთან მივედი. ვნახე მისი მსახური მასთან ერთად ჭამდა. მას ცალკე ვუთხარი, არ იცი ძმაო, ბერები რომელთაც ხედავ მცირეოდენ ინუგეშებენ თავს, იმ ადამიანებს გვანან, რომლებმაც ერთი განძსაცავი შეიძინეს, დააშორნენ, ვიდრე მას განძით აავსებდნენ, დალუქეს, შემდეგ კიდევ სხვა 1000 დრაჰკანი მოიგეს. სიბერის ან უძლურების ჟამს რომ ჰქონოდათ და შეინახეს. მსგავსადვე ამათაც აავსეს საცავები, სახარჯავად მეორეც აავსეს, ძველი კი ხელუხლებელი დატოვეს. ჩვენ კი ჯერჯერობით არაფერი შეგვიძენია და საიდანღა დავხარჯოთ. ამიტომ, როგორც აღვნიშნე, საჭმელზეც უნდა ვთქვათ, რომ ღირსნი არა ვართ. ასე უნდა ვიმარხულოთ მუცლით. ასევე ენითაც უნდა ვიმარხულოთ. უნდა ვერიდოთ ძმირის თქმას, ტყუილს, დაბეზღებას, მრისხანებასა და ყოველგვარ ცოდვას, რაც ენით სრულდება. ასევე თვალითაც უნდა ვიმარხულოთ. არავის შევხედოთ კადნიერად და ურცხვად. ხელითაც ვიმარხულოთ, რათა ბოროტება არ ვაკეთოთ. ამრიგად უნდა ვიმარხულოთ ყველაფერში. როგორც წმინდა ბასილი ამბობს, ღვთივსათნო მარხვით წმინდად მივიწიოთ აღდგომის დღემდე, რათა ჯერ ბაიათი და რტოებით მივეგებოთ წმინდა ქალაქში შემავალ, კვიცზე მჯდომ უფალს. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, იგი იმიტომ დაჯდა კვიცზე, რომ პირუტყვის მსგავსი ჩვენი ბუნება ღვთის სიტყვით მოაქციოს და თავის ღვთაებას შერთოს. რაღაც ნიშნავს ბაიისა და ზეთისხილის რტოებით მისი მიგებება. როცა მეფე ომში მიდის და იმარჯვებს, უკან დაბრუნებისას ყველა ბაიათი ეგებება. ასევე როცა მტერი ავნებს ვინმეს, იგი ზეთისხილით მიდის იმასთან, ვისაც მისი დახმარება შეუძლია. ზეთისხილი მოწყალების სიმბოლოა. ჩვენს მეუფეს იმიტომ ვეგებებით როგორც გამარჯვებულს, რომ მან ჩვენი მტერი დაამარცხა. ზეთისხილის რტოთი კი იმიტომ ვეგებებით, რომ მისგან წყალობას ვითხოვთ. ვითხოვთ, როგორც მან გაიმარჯვა ჩვენთვის, ისე ჩვენც გავიმარჯვოთ მის მიერ და რომ ცხადად ვიტვირთოთ ის გამარჯვება, რომელიც მან ჩვენთვის მოიპოვა და რომელსაც მის მიერ მოვიპოვებთ ყოველთა წმინდათა ლოცვით, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.